აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ თბილისის ზღვაზე არსებულ დევნილთა სამ კომპაქტურ ჩასახლებაში ტურბაზაში თბილისის ზღვასა და ოქროს საწმისში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ. აქციის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე. ჩვენ ვაპირებთ მოვიცოთ კომპაქტური ჩასახლება ქართლი და ტურბაზა ორი კვირის წინ გახდით ოქროს საწმისში, სწორედ აქედან წამოვიდა დევნილთა ინიციატივა, რომ მათაც უნდათ მსგავსი მომსახურების მიღება. სამინისტრომ გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, მოვემზადეთ, შევისწავლეთ ნაკადი, ჩამოვყალიბდით, ასე ვთქვათ, კატეგორიებში აღმოჩნდა ესეთ ჩასახლებაში 218 ოჯახი, მათ შორის არის 60 ბავშვი 16 წლამდე, არიან წოლიარი პაციენტები, ჩვენ მოვემზადეთ ასევე მედიკამენტებითაც. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ღუდუშაურის ეროვნული ცენტრის, ასევე შარაშიძის სახელობის ცენტრის მედპერსონალი, გარდა ამისა დევნილი პოლიკლინიკების ექიმები, დაახლოებით 20 სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ყავს, გვაქვს ასევე ეხოსკოპიის აპარატი. აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის სხვადასხვა კლინიკების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმ სპეციალისტები. პაციენტებს ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები და საჭიროებისამებრ მედიკამენტებიც გადაეცათ. ენდოკრინოლოგს გავესინჯე, ნევროლოგს გავესინჯე, კარდიოლოგს გადავიღე. მის ეხოსკოპია გადავიღე. ძალიან ბევრი არის ისეთი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ქალაქში ჩასვლა და ან იმ საფასურის გადახდა წამლების, რაც საჭირო არის და ასეთი ღონისძიებები თუ იქნება ხშირად ძალიან კარგი იქნებოდა. სრული გამოკვლევა ჩაგვიტარეს, თითქმის ყველა განხდის ექიმია მოსული. ძალიან კმაყოფილები ვართ და შესაბამისი წამლებიც მოგცეს. და ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის ადგილზე მომსახურება, იმიტომ რომ ზოგჯერ ვერ ვახერხებთ დროულად მისვლას ექიმთან. აქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით განხორციელდა.